Привет. I'm შერვოლეთის ვიდეოზე 8 ხით ამბობი რა. ვითომ რომ ძარუგული შეგტკივათ სიმონ საქართველოსთვის. შენ აი ვინც კომენტარს რა ბუღმიანი კომენტარები რა ვითომ ამ საქმის გამკეთებელი ხარ და კომენტარი დაწერე ხა და საქმე გააკეთე მაგით. ხო გასაგებია, გამოსულა ბაზარი არ არის. შენ ან ჩემზე ან იმ ბიჭზე ვისი ვიდეოც არის ეს იმაზე მეტად გიყვარ საქართველო ტყუნის დედის პირი მოვტყანა მე ჯერ ეს ერთი მე ბიჭო რამის გამკეთებლები თუ ხართ იმის გარკვევა არ შეგილია ვიდეოს არსის ფინანსი რო გამოიტანო რა ეს თუ გადის შედარება რამის გაკეთება თუ შეგილია წადი და გააკეთე ბიჭო კომენტარებში რო ხარ ძალიან მაგარი წადი გააკეთე რამდენი წელი არაფერი გაიკეთებიათ ქართველებს იცი რა პრობლემა გაქვთ ერთი გითხრათ საწყენია მაგრამ ეგრეა რა ხომეც ქართველი ვარ მაგრამ ეგრეა რა უხნათ ეხა ზარმაცი ბოღმა და შურიანი ერი ვართ იმიტომ გაჯოვობენ თაობზე აი მთავრობა რა ეს თავრობის წევრები ყველა სათითოოდ არის ოფიციალური მილიონერი. ნუ თავის გარემოცვა ვინც არიან, ეს ტოტიშებს როგორ ითვლიან, იცი, როგორც იცი რა გულობენ. შენ რო გულო კომენტარებს რო დამიწე რა და კარტოფილზე ნაყიდი რო ხარ. მაგით კარგად ვიცით, ბაზარი არ არის. ეგ პრობლემა გაქვთ რა. ესე რაღაც ფოჩიან კამპეც გადმოგიგდებენ, გიყიდიან. ამასო მე აქვს უარ მაინტერესებს ნაცები და კოცები რა შუაში აქვს ნაცები და კოცები მე მაინტერესებს ჩემი საქართველო რომ კარგად იყოს და თითოეული მოსახლე ბედნიერ არ გზნობდეს თავს. და გარეთ გასვარც მინდა ბიჭო. გარეთ გოიჩილო შარიო ვიგიდო. ჯერ ესეთი ჩამოათესალეს ემიგრაციის ყველა მხრიდან ჩამოსული ადამიანი აქვს. ყველა ემიგრანტები რა ყველა ემიგრანტი რა სოფლიოში არის ყველა აქ ჩამოვიდა მე მგონი რა ზიმბაბვეში მგონია თავი რო გავდივარ გარეთ სიმონ საქართველოში კი არა რუსები რას გულობენ იქ ბათუმში რას გულობენ იცი რუსები ბათუმში იმინა გულაობენ სიმონ და სერიოზულად ანუ გამოდიხართ ბიჭო და კომენტარებში რომ მიბლატავებით რა თქვენ ტვინში ბავშვობიდან კლიზმა ქონდათ გაკეთებული? ცუდა აზზე მოდით და ხიძე გადით მართლა რა. ვაფშე ნუ დაჩამორდებით ბიჭო რა. აიგე. არა ნაკლებად მიყვარს მე და იმ ბიჭს საქართველო ვიდრე შენ. ის ბიგრე ემიგრაციაშია და ფეხებზე წელებზე ფეხს იდგავს. წოვალობს რომ მიგააკეთოს და გამოვიდე და უნდა რომ საქართველოს კარგად იყოს რა. და მაგით ხედავს ეგეთ ვიდეოებს. იგივეს გავაკეთებდი მეც, იქ რო ვიყო რა. და არის გამომდის ხო წავიდი აქედან. როცა არ მინდა ჩემი სამშობლოს დატოვება რა. ვინ ურდენი თუ გავხდი, შეიძლება მომიწიოს ეგეთი რაღაც გაკეთება, ეგეთი ამბიციის გადადგმა რა მეც რა. ჯერჯერობით როგორღაც გამაქთავი. დაუკვირდით რა დაუკვირდით. ქართველი ეხარ ვარი დაჩმორებული ეგეთი არ მინახია მე ვაფშე არ მასობს რომ კომუნისტები დროს ბევრად უკეთესად ცხოვრობდა ქართველი მაშინ მართლა აკეთებდა ქართველი ბევრ კაი რაღაცას რა და ძალიან კაი ურთიერთობა იყო რუსეთ საქართველოს შორის მაშინ ჩაკეტილი იყო საზღვრები ხა ევროპაში და ამერიკაში გასულ ძნელი იყო ხა გაიხსნა საზღვრები მაგრამ ადგენდა თო ქართველი თუ მედის მაგრა წვალობს აუით აქ თავისიანებს მე რაღაცას უგზავნის ელემენტარს რა. მაგათლანაც არ შეიძლება რა იმიგრანტების აქედან მიწასულია რა. ისინი რომ ნახულობენ კაი ცხოვრებას იქ. იგივე უნდა აქ ნახონ რომ ჩამოვლე რა და თავისიანების კარგად იყვნენ რა. ეს არის ელემენტარული მისახვედი, ძნელი არ არის. ლანძღვა ადვილია, მე არავის არ გალანძღავთ. მე მიყვარს ჩემი ქართველიერი, ჩემი საქართველო და რა ვიცი. მინდა რომ კარგად ვიყოთ. ეს ზოგადად
ზოგადი შედარება მოვიყვანე მე. ზოგადი შედარება. იმიტომ კი არ დავდეი შერვოლეტის ვიდეო რომ ვინმე ჯინაზე და რაღაც ჯინაზე ვაკეთებ. მინდა რომ ჩვენც შერვოლეტი კი არა, ბევრად უკეთესი შერვოლეტი გამოუშვა საქართველოს რა. მაგ დონეზე მინდა ავიდეთ. ისიც ადამიანი და შენც ადამიანი ხარ რა. უნდა მოვინდომა და ყველაფერი იქნება კარგად. სამართლიანობა პირველ რიგში. სამართლიანობა და ეხა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი წინა ვიდეოზე არ იყოს. შერეშუ სერიოზული ბესპრედელი მიდის ეხა საქართველოში. და უსამართლობა ხდება რა გაროჩი რა. ნაყიდია ნახევარზე მეტი ქართველი ძმაო, ნაყიდია რა. და იმიტომაც უდად საქმე რა. ეს მე კი არ ვფიქრობ ესე. ბევრი ფიქრობს ეს ჩემსავით რა. უბრალოდ მე ძალიან მიყვარს სამართლიანობა და ეხლა როგორ მეთქვა რაღაც და არ გამიგეცებინა ეს თუ არ შემეტყო რა. ასე არ არის. ესე რა. უნდა მოვინდომოთ და აღარ იქნება მე ეს დაბოღმილი სახეები ქუჩაში და ისა. გაჭირვება ცუდი რაღაცა მესმის. მესმის ადამიანი გაჭირვებაში უკვე გამოჩნდება ვინ არის და რა არის, მაგრამ თუ მართალი ხარ, გაჭირვებასაც გაქაჩავ და ხინში ხო გაქაჩავ, მაგრამ ესე ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდება, მაგაში დარწმუნებული ვარ რა. ესე იგულოს რაღაც 80%-მა და 80% პურის ბუშოულობდეს მარტო. და გულაობენ თქვენ კიდეაზე არა ხართ სიმონ. ხო. არა. შენი ქართული ხალხი უნდა გიყვარდეს. გაჭირვებაში არ უნდა ცხოვრებდე რა. და ეხლა თუ ვინც თავს ვიბრმავებთ, დაიბრმავეთ და მე ვერ დავიმავებ და ვერ გამოვდებილდები რა ნამდვილად რა. შანსი არ არის, იმიტომ რომ ჩემსაც არ ვაკადრებ რა მაგას ჯერ ესეც რა. გადახედე სიტუაცია და როგორი უსამართლობაა. ერთ მაგალითს მოგიყვები თავისუფლების ბრძოლისთვის რომ ახალ თაობის წევრებს იჭერ რა ბიჭები არიან ანგელოზები ბიჭები არიან ციხეში გაშვებული ბრძოლობენ საქართველოს დამოუკიდებლობის თავისუფლებისთვის ბიჭო და შენ პარლამენტში ხარ გულაობ და მაგას იჭერ რომელ სამართლიანობაზე მილაპარაკე და რა გამართლება ბიჭო მაგას უშავს რა სამართლიანობა იზემებს მალე ესე ვიცი ზუსტად რა